მშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო. 21 იანვარია, 4 შაბათი დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ FM 105.9-ზე სალომე ბაკურაძე მოგესალმებათ. არტისტული 4 შაბათის დაწყებას გამცნობთ და უკვე სტუმრებთან ერთადაც თქვენ პრინციპში უკვე მათ ჟღერხმებს ისმენდით ჩვენი რადიო საშუალებით სიმღერა პაროლე რომელსაც ასრულებდნენ ჩვენი გადასარევი პროექტ მიმღერეს მონაწილეები ოჯახი ბარათაშვილები პაატა ბარათაშვილი მსახიობი მარიამ ბარათაშვილი და ოპერის მომღერალი ნესტან ბარათაშვილი ავრია ხო უკაცრავ მსახიობი ნესტან ბარათაშვილი და ისა მარიამ ბარათაშვილი ოპერის მომღერალი მამა არ ყავს ამ წამს სტუდიაში თუმცა ხმარად განჟღერდა ჩავთვალე საჭიროთ რომ რა თქმა უნდა ჩავთვალე საჭიროთ არა აუცილებლად უნდა მეხსენებინა და ამიტომაც როგორ ხართ გოგონებო? კარგად, ლამაზებო, კარგებო, მაღლებო, მშვენიერებო. მიხარია თქვენი სტუმრობა. აქ ძალიან გვიხარია ეს თქვენთან რომ ვართ. დიდი მადლობა და მიხარია რომ ხართ პროექტში, რომელზეც არადადებითი არანაირი სხვა აზრი არ მომისმენია ამ პროექტის გარშემო, შეფასება არის ყოველთვის ერთმნიშვნელოვანი და მხოლოდ და მხოლოდ დადებითი და როგორც ეთერს მიღმა გკითხეთ, თქვენს უდიდესი სიამოვნება მიიღეთ ამ პროექტში და ძალიან მიხარია რომ ჩვენ ვართ პროექტ მიმღერეს მეგობრები, პარტნიორები, მხარდამჭერები და სწორედ ასე მოხდა რომ მიუხედავად თქვენ პროფესიაში ძალიან წამყვანები და ისეთი მსახიობები, მომღერლები და ასე შემდეგ ადამიანები შემდგარი პიროვნებები ხართ, მაინც პროექტის ფარგლებში ხართ ჩვენს გვერდით და ეს არის პროექტი, რომელიც ყველას ძალიან უყვარს. ეს არის პროექტი, რომელთაც იმ ხელა სიამოვნება მივიღეთ, რომ აი ეგ ისე გული მსწნება, რომ ცოტა დრო დარჩა დასრულებამდე გადაღებების პროცესით ისეთი სასიამოვნო იყო მართლა ესეთი ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდი იქნება ჩვენს ცხოვრებაში ნამდვილად იმიტომ რომ შემოქმედებითი ჯგუფიდან დაწყებული მონაწილეებით დასრულებული აი ყველას ნახვა რო გიხარია მისვლა რო გიხარია და გადაღების პროცესია რო დამღლელიც რო არ არის თუნდაც მთელი დღე იქ იყო და ასე შემდეგ ანუ აი მართლა განსაკუთრებული სასიამოვნოდ დამღლელი რო არა ეს ყველაზე კარგი განცდაა როდესაც იღლები მაგრამ ხვდები რომ იმას რასაც აკეთებ შენ თვითონაც ძალიან დიდ სიამოვნებას იღებ და იცი რომ თან ამ შენი განცდილი სიამოვნებით სხვასაც ძალიან კარგი ემოციას აღუძრავ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხო მომენატრებოდა ასეთი დაღლილობის შეგრძნება აი ესე მეორე წრეზეც წახვიდოდით რომ იყოს ან დაუსრულებლად იქნებოდით ამ პროექტში. კი, მართლა ძალიან კარგი პროექტია. იცი რა სხვა შორის მე როგორც ოპერის მომღერალს ზოგადად არ მიყვარს საესტრადო არა, მე ზოგადად არ მიყვარს კონკურსები, სასიმღერო კონკურსები, არც ჩემს სფეროში, არც საესტრადო სფეროში, იმიტომ რომ როდესაც უყურებ რომ ადამიანები მე ჩვენ ხო ვიცით რომ ყველა ადამიანი იმ შემთხვევაში ხა თუდად რომ სიმღერო ყველა იმ ხელა შრომა აქ ჩადებული იმ დღეს შეიძლება უბრალოდ თუდად ადგედა ამიტომ ხო და ეს რაღაცა შეჯიბრი ყოველთვის მტრგუნავს ხოლმე და არასოდეს არც ერთი მუსიკალური კონკურსისთვის არ მიყურებია ჩემი სფეროს კონკურსებისთვისაც კი არ მიყურები აი ოპერის მომღერლებმა რო იციან ხოლმე რომ აი ამ კონკურსზე სადღაც ავსტრიაში ამან მოიგო იმას მოусმინე არასდროს არავინ არ მყავს მოსვლელი იმიტომ რომ სულ მტრგუნავს ეს მომენტი და ეს ისეთი პროექტია რომ არავინ ერთმანეთს არ ეჯიბრება არავინ ერთმანეთს რაღაცა ცუდი თვალით არ ყვებს პირიქით ერთმანეთს გულშემატკივრობენ ერთმანეთს ამხნევებენ უხარიათ რომ აი რაღაცა კარგი ნომერი გამოვიდა და შესაბამისად თამამად შემიძლია ვთქვა რომ პირველი სეზონიდან დაწყებული ერთადერთი სასიმღერო პროექტია რომელიც ყველა ეპიზოდი ნანახი მაქვს აი სხვა არა თქვენი მონაწილეობით ხო აი პირველი სეზონიდან დაწყებული სულ ვუყურებ ინტერესო მაშინ მითხარით ვინ მიიღო ეს ასე ვთქვათ მიწვევა ვინ გააერთიანა ოჯახი და მე მგონი კითხვაც არ მჭირდება იმდენად სასიამოვნოდ საუბრობთ პროექტზე ბევრი დათანხმება და ბევრი ხვეწნამოდა რა ალბათ ერთმანეთისთვის არ დაგჭირდებოდა თუმცა არ იქნებოდა ხელისშემშლელი პირობები დროსთან დაკავშირებით რაღაცა არა მარტო ესე იგი მარიამმა მიიღო მოწვევა დიახ და იქიდან გამომდინარე რომ მე ესე ბავშვობის მერე არ მიმღერია სცენაზე მიუხედავად იმისა რომ მსახიობი ვარ და რაღაც პატარა ჩართვები ყოფილა რა სპექტაკლში მაგრამ ესე სერიოზულად სცენაზე დადგომა და თან მით უმეტეს ესეთი ადამიანების წინაშე დიახ სიმღერა ჩემთვის ძალიან რთული იყო და ძალიან ნერვიულობდი რა აი ამ ნაბიჯზე რაღაცნაირად ესე იგი თქვენი დათანხმება გაიჭირდა ეს არის დათანხმება გაიჭირდა მე რომ დამირეკა ეკა
ისეთი სიხარულით დავთანხმდი, რომ არც მიკითხავს ამათთვის თანახმანი იყვნენ თუ არა, ხო ეს მე დავთანხმდი, გადავწყვიტე. ნესტანსაც გაუხარდა, მაგრამ ხო ცოტა შეეშინდა, რომ ხო მე ბავშვობის მერე არ მიმღერიაო. თანამხელა აუდიტორიის წინაშე. მე რადგან ვიცოდი, რომ ნესტანი კარგად მღეროდა, შესაბამისად უპრობლემოდ დავთანხმდი, მაგრამ მეჩვენის დათანხმება ცოტა გაჭირდა. აი, ძალიან საინტერესოა. რითი შეახუჭუჭეთ გოგონებო. პაროლეთი, იმიტომ რომ ვთქვი რომ სიმღერა არ მოგიწევს, ლაპარაკი მოგიწევს. ლაპარაკო, მაგრამ მე უკვე მოისმინე ჩვენმა რადიოსმენელებმა პაროლეზია საუბარი. ვთქვი რომ შენ არ იმღერებ, თქო მე სმენა არა მაქვს, ერთადერთი მსახიობი ვარ, რომ ვისაც სმენა არა აქვს და არა და როგორი სმენა აქვს, იცი? მე რომ მღერი, მართლა ნახევარტონში კი არა, აი 20 ნავრომ რაღაც ოდნავ დეტონაცია იყოს, ეგრევე ხდება. აი, ჩემ სპექტაკლზე რომ მოდის ორკესტრის ოდნავ ფალშას კი ხდება და რანაირად არ აქვს მენ ამ კაც ვერ გავიგე, მაგრამ ნუ არა. გამოცდილება არ აქვს სასიმღერო და აი ეს. აი ამ პაროლეთი მოვხიბლეთ, რომ აი შენ ლაპარაკი მოგიწევს თქო და დავითანხმეთ, მაგრამ და თამაში თქო, რაღაც არტისტულად. ხო, აი მაგალითად. მაგრამ მე იტალიური სწავლაზეც იმიტომ მე დავჯექი ვასწავლე, სიტყვები გადავუთარგმნე და ქართული რატო არ ამირჩიეთ რამეო და ეხლა ქართული რეჩიტატივი რთული მოსაძებნი იქნებოდა თან და ქართული მოსაძებნი იყო და ეს მე მგონი ძალიან კარგი ნომერიც გამოვიდა. ძალიან კარგი. გოგოებო, ესე იგი დამოუკიდებლად თქვენი კარიერა გაქვთ, მიუყვებით ამ ყველაფერს როგორც საქართველოს ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. მაინტერესებს ზოგადად საიდან იწყება თქვენი ნიჭის აღმოჩენა. მოდი მარიამს ვკითხავ, რადგან უშუალოდ სიმღერას ეხება და შემდეგ ნესტანთან გადავალ, რომ მისი სამსახიობო კარიერას რამდენიმე თეატრში სპექტაკლებით დატვირთული ხარ და საზღვარგარეთაც ხომ არა თუ არა საქართველოში მოღვაწე, თუმცა მარიამის შემთხვევაში გვაქვს რომ ფესტივალები მარიამ უკვე გვითხრა რომ კონკურსებში არანაირი სიახლოვესაც არ უნდა ყოფნა, თუმცა ფესტივალები და სხვადასხვა პროექტები, რომლებიც საზღვარგარეთ არის ხშირად იღებ მონაწილეობას და სულ ახლახანს დაბრუნდი კანარის კუნძულებიდან. სადაც რა ხდებოდა, ამასაც გვეტყვი, მაგრამ თქვენი ნიჭი როდის იღვიძებს ვის ხელში და როგორ დაიწყო ბარათაშვილების ოჯახში სასიმღერო ნიჭის აღმოჩენა, რა ასაკში და ზოგადად რა როლი, იცი რა, ამ კითხვის დასმა რომ რა როლი უჭირავ შენ ცხოვრებაში სიმღერას, მე მგონი აზრიც არა აქვს, იმიტომ რომ ამით არის ადამიანი მოცული, ეს შენი პროფესია, ეს შენი შემოსავლის წყაროც, ეს შენი სიამოვნების წყაროც. ჰობიც და ყველაფერი. ამიტომ რა როლი არა, მთავარი როლი უჭირავს ბუნებრივია. ხელოვანების შემთხვევაში, ზოგადად ჩემი პროფესიით კი არა, ზოგადად ხელოვანების შემთხვევაში ეს არ არის მხოლოდ სამსახური, ეს არის მთელი ცხოვრება. ნუ ყველაფერს რო აკეთებ, პირველი ფიქრი მიდის ამასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ხო, ეს მე ამას პროფესიად ვერ აღვიქო. მე აღვიქო, რომ ეს არის ჩვენი ცხოვრება. რისთვისაც ხო ესე ძალიან ბევრი სირთულის გადალახვაც გვიწევს, წინ წავს. თუმცა იმდენად დიდი სიამოვნება მგონია რომ ეს ანაზღაურებს. არც ერთი წამით როცა არ უშვებ იმას რომ ხო, აბა რა უნდა გადალახვა, ნუ აი იქნებ არ ღირს, ეს არასოდეს არ მქონია ეს ფიქრი და მე მგონი ჩვენ სფეროში ზოგადად აი ჩვენს სფეროში არავის არ ქონია, ხო? მეც არც მახსენდება ამ წელს, მაგრამ ალბათ დაშვების დონებზე ვაკეთებ, რომ შეიძლება ვიღაცის ცხოვრებაში დამდგარიყო ეგ მომენტი, მაგრამ როგორც წესი არასდროს არ ხდება. ხო, და აქედან გამომდინარე, ბავშვობიდან მე პატარა ვიყავი ძალიან, რა თქმა უნდა, სიმღერაზე მინდოდა სიარული და დედაჩემი მუსიკოსია და ეს მიხვდნენ რომ რაღაცა მარტივად მიხვდნენ რომ მოიცნეს ყოველთვის მეტალიანი ხმა მქონდა, არასდროს არ მქონდა ისეთი საესტრადო ხმა. დიახ. თუმცა ამ პროექტში რაღაც მოვახერხე, რაღაც სიმღერებს. და წამიყვანეს, მაშინ იყო კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური, სადაც ბავშვები ღეროდნენ და მე ჩავაბარე ამ კონსერვატორიასთან არსებულში და პირველში 8 წლიდან საოპერო ვოკალზე ვიყავი. ესე პატარა ასაკი. ესეთი პატარა ასაკი და იმიტომ რომ მაშინ ბავშვებს იღებდნენ ამ. დიახ. მაშინ მე გამზადებდნენ კონსერვატორიის რომ ხო, ვინც პროფესიულად გადაწყვეტ და გაგრძელებას რომ გაეგრძელებინა ეს იყო. ხო, და თან ისეთ კარგ მაესტროებთან გამემართლა რომ მოვხვდი, იმიტომ რომ პირველი მაესტრო იყო ანიკო ჩიხრაძე, რომელიც იყო ძალიან ესე ვთქვათ, მისვლა რო გიხარია ბავშვს და პირველი რაც არის ჩემი აზრით პედაგოგის რომ შეგაყვაროს პროფესია. მე იყო ნოდარან დღულაძე, რომელიც იყო ჩვენთვის ყველასთვის ლეგენდა და ნოდარან დღულაძემ გამზარდა. მე კონსერვატორიაში გოჩა ბეჟუაშვილთან მოვხვდი, მე ძალიან ბევრი ზია დავითაშვილთან მუშაობდი, ანუ ბევრ ქართულ კარგ მუსიკოსთან მუშაობდი, სანამ იტალიაში წავიდოდი
მანამდე აი ქართველებში კარგები ვიცი შემიძლია ვთქვა რომ მე ყველასთან მოგიწია კი და შესაბამისად დღესაც მე და ჩემი კონცერტმეისტერი ირინა ამბრიაშვილი ესეთი გამოდმებით მუშაობთ და ის სულ რაღაცა ახალ-ახალი გამოწვევა გვაქვს და პატარა ბავშვისთვის აი საოპერო ჟანრის შეყვარება და აღმოჩენა მასში ძალიან მომხიბვლელია მართლა მე მახსოვს აი დაუშვათ მე მახსოვს პირველი ვინ მოვისმინე ვინ მოახდინე ჩემზე შთაბეჭდილება თუმცა თავისთავად ეხა ეს თემა თითქმის უკვე გავიარეთ და ვახსენეთ რომ ასე არ ხდება რომ სიმღერა მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება და მერე დავიწყე მღერა ესე არ არის რა თქმა უნდა როცა რაღაც ნიჭი არსებობს პატარაობიდანვე მალევე ამჩნევენ მშობლებიც და შენც რაღაცა სულ სიმღერაში ხარ მაგრამ აი საოპერო ჟანრში როგორ ხდება ვინმე ესეთი განსაკუთრებული ის მოახდინა შენზე ზეგავლენა გახსოვს ეს მე მახსოვს ვანდერის მოსმენა ჰიუსტონის მოსმენა აი მახსოვს ეს შეგრძნებები რომ ეს კაცი რას აკეთებს და რომ და დავინახე და რომ შემიყვარდა აი ეს ფაქტები მახსოვს და ეს ხდება საოპერო ჟანრში სულ ამას ვყვები რომ პრინციპში პირველ რიგში მოვიხიბლე ამ საოცარი კოსტიუმებით რომელიც არის ხო საოპერო სფეროში დღეს ხო ჩვენ სულ მას ვამბობ რომ ჩვენ სფეროშია ვთქვათ მხოლოდ ესეთი პრინცესას კაბები ნამდვილად ხო და მოვიხიბლე ამ კაბებით და მე მახსოვს რომ უკვე ცოტა დიდი რა 12 წლის ალბათ 11-ის რო ვიყავი ნოდა რანდღოლაძე მაჩუკა ჩენერენტოლა როსინის კონკია რომელიც ისეთი ლამაზი დადგმა ვიდეოები იყო მაშინ ჯერ კიდევ კასეტებს გულის და ისეთი ლამაზი დადგმა იყო რომ რაღაცა კონკიასთან მეცო-სოპრანო მღეროდა მომეწონა მე ეს ისეთი კარგი შეგრძნება საოპერო ზოგადად რომ მღერი ხარ ხო როგორი კარგი შეგრძნება ზოგადად რომ მღერი მაგრამ საოპერო მღერით რომ მღერი აქ ხო სხვანაირად მუშაობს ეს ორგანიზმი და განსხვავებულობას გრძნობ ამ დროს ეგეც არის ხო ეგეც არის და რაღაცა ძალიან ლამაზი სფეროა იცი მე რაღაცა რო ეცნობი სხვადასხვა კომპოზიტორებს მე ხვდები რომ აი ეს რო წავიკითხე ამის მიხედვით დაწერა ამ კომპოზიტორმა და განსხვავებასაც რო ახდენ უკვე ხო ხვდები რომ ძალიან საინტერესო რაღაცაში ხარ და ხო რა ვიცი მე პრინციპში მე რო ჩემ მეხსიერებაში რაც არის აი 8 წლის რო ვიყავი და რომ მივედი და რომ მომეწონა და ეს რაღაცა შეგრძნებებით რომ მომეწონა და თან რომ ხედავდი სხვებსაც როგორ მოსწონდათ ეს შენი შემოქმედება იმის მერე პრინციპში მე ოპერის მომღერლობის გარდა არაფერზე არ მიფიქრია მიუხედავად იმისა რომ ჟურნალისტიკა მაქვს სკოლის მერე დამთავრებული და ტელევიზიაში მუშაობდი წამყვანად საკმაოდ დიდხანს პარალელურად კონსერვატორიაში ვსწავლობდი ანუ სიმღერა არასდროს დაგიტოვები ეს სფერო არასდროს დაგიტოვები და არა მაინც არ გიფიქრე მეც მაქვს სხვა პროფესია თუმცა რაღაც ხო ასე ხდება ხოლმე მე ვფიქრობ რომ ასე ხდება ხოლმე რომ ეს რაც გაქვს იცი რომ არსად არ წავა და სულ შენთან ერთად არის და მე კიდე ეძებ რაღაცა სხვა რა შეიძლება დაიმატო ყოველდღიური მუშაობა ჭირდება რომ პრინციპში და უდიდესი შრომა არის ამაში ჩადებული მე ვიცი მესმის და ძალიან დიდი წარმატებები მინდა გისურვოთ მაგრამ ის ხაზიც გავაგრძელოთ ახლახანს დაბრუნების ამბავი სადიყავით რა ხდებოდა რატო არ ვიცით უფრო მეტია ამ შესახებ როცა ამდენს დადიხართ და სამწუხაროდ ჩვენი სფერო ისეთი სფეროა რომელიც რატომღაც არ არის მასობრივად ხო ინტერესის სფერო და ძალიან ბევრი ქართველი მომღერალია რომელიც საზღვარგარეთ მღერის და სამწუხაროდ ჩვენთან არ არის ესე ცნობილი თუმცა მე შემიძლია ვთქვა ის რომ სოფლიოში არც ერთი მნიშვნელოვანი დადგმა არ იდგმება ისე რომ ერთი ქართველი მაინც არ მონაწილეობდეს და ეს ძალიან საამაყოა და კარგი იქნება თუ მეტი ყურადღება მიექცევა ამ ყველაფერს თემ გასტროლს რაც შეეხება ფუერტავენტურაში კანარის კუნძულებზე იყო საოპერო ფესტივალი რომელიც ტარდება ხოლმე გაზაფხულზე და შემოდგომაზე რა პრინციპში ზამთარში იყო უკვე ამ შემთხვევაში ამ შემთხვევაში იქ დამხვდა ზღვის სეზონი ამიტომ მეორედ ვიყავი უკვე ამ ფესტივალზე წინა საშემოდგომო ფესტივალზეც ვიყავი სადაც ნაბუქოვი მღერე და იმის შემდეგ შემომთავაზეს რომ ეს შემდეგზეო გვინდა რომ დონ კარლოსი უნდა იყოსო და ებოლის პარტია შეასრულო და ებოლის პარტია ზოგადად მეცო-სოპრანოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი პარტია. საოცნებო პარტია ასე ვთქვათ. ხო, აი ნაბუქოშიც კარგი პარტიაა, ფენენას პარტია მეცოსთვის, მაგრამ ისეთი საოცნებო და აი ესეთი გასაგიჟებელი რომ ყველა მეცოს უნდა რომ ეს იმღეროს არა, უფრო ისეთი მსუბუქი და ეს ებოლი ნამდვილად საოცნებო პარტია ყველა მეცო-სოპრანოსთვის და რაღაც რო შემხვდა
ეს პარტია ძალიან გახარებული ვარ და კარგად ჩაიარა, რაც მთავარია და მოყვა სხვა შემოთავაზებებით სხვა ქვეყნების თეატრებიდან ისევ ებოლიზე. ეს იგი კარგად მოუსწრია მიმღერეს, რომ ჩაგიჭირეს საქართველოში და პროექტში მონაწილეობა რაღაცაირად მოხერხდა შენი თორე ამდენი გასტროლის ფონზე ალბათ რთული იქნებოდა დაჭერა და თუმცა მიმღერე მართლა ისეთი ბედნიერი და დატენილი წავედი მიმღერეს გადაღებები როგორც კი დასრულდა ეგრევე წავედი და ისეთი უკვე ბედნიერი წავედი აქ ესეთი სიამოვნება რომ მომანიჭა ტელეკომპანია იმედმა. ძალიან კარგი მიხარია. მოდი დიდხანს ვალოდინეთ ნესტანი. მსახიობებს ამდენი მოთმინება არ შეუძლია. არა აქვთ. ამიტომ გადავიდეთ ნესტანის შემთხვევაში. სიმღერა მივიწყებული გქონდა, ესე იგი რაღაც ბევრი ნიჭები ამოგეყარა შენ. სიმღერის კულინარიული ერთ-ერთი პროექტის გამარჯვებულიც კი ხარ ამ კუთხით და ეს მიძინებული სიმღერა რამ გამოიწვია იმან რომ მსახიობის ცხოვრება ასევე ურთულესი და ძალიან შრომატევადი, რომელიც დიდ ჯაფას და დიდ დროს მოითხოვს. ამან ხო არ ჩააჩოჩა ცოტა შენი სიმღერის სადმე? არა მარტო, ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ადამიანს რაც ძალიან კარგად გამოსდის, ის უნდა აკეთოს რა და არ მიყვარს როცა რაღაც ისე რა გამომდის რა, არც აკეთ, არც იკით, აქედან გამომდინარე რაღაც შიშები მქონდა რა ამაზე, იმიტომ რომ ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი რომ გამომივიდოდა. იცი რა, მეც ეს თვისება მაქვს და ძალიან ხშირად აღმომიჩენია რომ ვერ ვბედავ რა. ჩემს თავთან რაღაც მორალურად სულ გამართული ვარ ამ კუთხით. მაგრამ ბევრჯერ აღმომიჩენია რომ თლად კარგად არ მუშაობს, იმიტომ რომ ისეთი ადამიანები მიეკვეხებიან ხოლმე ისეთ ადგილას, რომ ხვდები რომ შენი ადგილი იყო და რატო დაუშვად ასე ხო? ესეც ყოფილა. ამიტომ ეს მგონია რომ ძალიან ზედმეტად შენი თავის თვითგვემა და თავის ჩაქოლვა ხანდახან შეგვიძლია რა ცოტა გავამარტივოთ და რაღაცა თუნდაც ჩვენზე მეტი ვიმუშაოთ იმისთვის რომ ეს ნაბიჯი უფრო მტკიცედ გადავდგათ. მარიამა მიბიძგა სხვათა შორის კულინარიის განხრითაც, იმიტომ რომ მარიამა დამარეგისტრირა იქ სადაც გავიმარჯვე. კულინარიულშიც მარიამის ჩართულობა იყო. მარიამის ჩართულობა იყო რა, ანუ მე რო რაღაც მინდა, ეს ეთყობა მე რო ხვდება რომ მინდა და რა სხვა თქვენ შორის რომ 6 წელია და ესე იგი ეს სხვა მომენტი ერთვება დას ხო? არა, იცი რა, მე ვხედავ რომ ეს ძალიან ნიჭიერია და უჭირს ნაბიჯის გადადგმა, იმიტომ რომ ფიქრობს რომ აი ეხა კარგად რო არ გამოვიდეს და იცი რა, რომ არ გამოვიდეს რა მოხდა. როცა ადამიანები რაღაცებს აკეთებენ ისეც რაც არ გამოსდით რა და ამას აღნიშნავ ხოლმე რა თქმა უნდა ჩემს წრეში მაგრამ აღნიშნავ და მე რო წარმომიდგენია რომ შეიძლება ჩემზეც იგივე ითქვას რომ აი რა უნდა და გაჩუმებულიყო ეს მოგონი გარემომაც დაგვაკომპლექსა რომ რაღაცა იდეალურები უნდა ვიყოთ ადამიანები თუ არა და ცუდ კომენტარს დაგვიწერენ პირობითად არა ეს არა კარგი ხება კონკრეტულად დაუშვათ მაგრამ ხო მაგაზე მეტად რა იმიტომ არა რომ ან ვინმე სიმცხვენია ან ასე შემდეგ. უბრალოდ არ მინდა ხოლმე რომ რაღაცაზე დრო დავკარგო ისეთზე რაც შეიძლება დიდად არ გამომდიოდეს. აი ბევრს ვფიქრობ თქო. თუმცა რომ დავარეგისტრირე, მე ჩხუბა რატო და ეხლა ცუდად რომ გამომივიდესო და მოიგო. ხო, ეგამბავ რომ გამომდიოდა ვიცოდი რა, მაგრამ აი სიმღერაზეც კი ესე ხვდებოდი რომ რაღაცა ხმსა დღეში არ ვიყავი, მაგრამ აი ესე ბოლომდე გაბედულად მაინც მაღალინა ეს განაცხადი შემიძლია თქვა რომ აი მე ეს არ მომწონს ნესტანში რომ თავის შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ აფასებს. ნესტანს აქვს ისეთი ჰარმონიული სმენა, როგორც მაგალითად ძალიან ბევრ პროფესიონალ მომღერალს აქვს. ეს ხმებში სიმღერაში გამოიხატება. ხმებში სიმღერაში და უპრობლემოდ ცავს ნებისმიერ ხმას. ხმაც ძალიან ლამაზი აქვს და აი ეს ცოტა გაბედული არ არის ამ კუთხით და შესაბამისად მე მქონია მომენტი, როდესაც დაუშვათ სკოლა დავამთავრე, შემდეგ ჩავაბარე უნივერსიტეტში ხელოვნებაცოდნე, ანუ კინო და თეატრის მცოდნეობაზე. სიმღერა არსად არასოდეს არ წასულა ჩემგან, მაგრამ ის პროცესები დაიწყო და ის წლები იყო, როდესაც სტარტს იღებდა სატელევიზიო კონკურს პროექტები, ასე ვთქვათ, ეს იყო ყველაზე კარგი შანსი რეალურად ჩემს დროს. რომ თავი წარმოგეჩინა, თუ კი ვიდეო რგოლის გადაღებების საშუალება არ ქონდა და ეს დღესაც საკმაოდ ძვირიანი და ფუფუნების თემაა და მით უმეტეს მაშინ, როდესაც თუ არ ყავდა ასე, ან ოჯახი არ გედგა, ან ვიღაცა გვერდით, ვინც დაუშვათ შენს ვიდეო რგოლებში ძალიან ბევრ ფულს ჩადებდა, ეს იყო მოკლე გზა იმისთვის, რომ გაეცანი
სმენელს და მაყურებელს. ტელეპროექტებს ვიგულისხმენ, რომელიც ჩემთვის დაიწყო ტელეიმეჯში, ნუცა სკოლად, შემდეგ ჯეოსტარ და ასე შემდეგ პროექტები. მეც ახლა ნესტა რაღაცა ხასიათის ის დავიჭირე რა და ამიტომ უყვები არ ჩემს მაგარი. ვსწავლობდი უნივერსიტეტში. ის პირველ კურსზე მოგეხსენებათ საკმაოდ ისეთ დატვირთულია, მით უმეტეს პირველი კურსი, რაღაცა ბევრი რამე შემოდის ახალი შემსხარებაში, ბევრი გაგსამეცადნე. ეს სიმღერა, სულ არის ჩემთან სუმღერით, ან უკვე რაღაცა კონკურსები, ფესტივალები, რაღაცები, ისე ვარ რა. ჩემს სფეროში ორი კაცი მიცნობს თუ რაღაც. მაგრამ გონია და მეგონა, რომ არა, მე ამ ნაბიჯს ჩემით არ გადავდგამ. იმ პროექტში არ მივალ და ჩემი დაქალი მეუბნება, რატო ვფიქრობ, რომ თვითონ უნდა მოვიდნენ, გეხვეწონ და წაგიყვანონ ტელევიზიამდე. რატო ფიქრობ, რომ ესე უნდა მოხდეს და ჩემს დაუკითხავად ცოტა ისეთია, მაგრამ გააგზავნა ჩემი ფოტოები და შეავსო აი ამ ნუცა სკოლაში და შემდეგ მითხრა რომ უკვე გაგზავნილიაო და სიმღერა დროზე ჩაწერე და დისკზე მომაწოდეო და აი ესე მოხდა ჩემი ისიც, თუმცა მე რეალურად სიმღერაში არასდროს არ მაკლდა რაღაც დონეზე თავდაჯერებულობა და ეს არ იყო ჩემი დაუშვათ დამატებითი სფერო, მაგრამ ზოგჯერ რაღაცა პრიორიტეტი სხვა გიდგას და ვიღაცის ბიძგს ელოდები, ვიღაცა ეს ყოველთვის შენი კეთილის მოსურნე გვერდით ყოფი ადამიანია ზოგ შემთხვევაში და ოჯახის წევრი და ქალი და ასე შემდეგ და ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის იყო ჩემი პროფესია. როგორც მსახიობი. კი, ვარ თავდაჯერებული, უბრალოდ ხო რა ეს რაღაცები თან ხვდები რომ საქართველოში როცა ხარ მსახიობი აუცილებელია რომ კიდე დამატებით რაღაცები გქონდეს, იმიტომ რომ ძალიან რთულია სხვანაირად თუ ხარ ვიღაცაზე დამოკიდებული შეიძლება 3 თვე საერთოდ საქმე არ გქონდეს. უცებ შეიძლება ძალიან ბევრი საქმე გქონდეს და თან ხო არ მიყვარს ესე უსაქმოდ ყოფნა. აქედან გამომდინარე. და თან არ არის ეს ის პროფესია, რომელიც იმ დონეზე შემოსავლიანია, რომ ოჯახთან ერთად თავს შეინახავ. მით უმეტეს ამიტომ ეს კი. ხო, ამიტომ რთულია. თორე ისე ბავშვობიდან გადაწყვეტილი მქონდა, რომ ეს მინდოდა და მეცზე არ მიფიქრია მართლა არაფერზე რა. და ახლაც ხარ მსახიობი, მიუყვები ამ თემას. უბრალოდ ეხლა უკვე მინდა კინოშიც რომ რაღაც მოსინჯო შენი ძალები. ესე ველოდებით შემოთავაზებებს და შემოთავაზებ. იქამდე ვიდრე ამ თემაზეც უფრო ჩაშლილად ვისაუბრებთ და ვიდრე პროექტი მიმდინარეობს ტელეიმედის ეთერში, კიდევ ერთი სიმღერა მოვასმენინეთ ჩვენს რადიო მსმენელებს და შემდეგ გავიდეთ რეკლამაზე. გოგოებო, არჩევანი თქვენზეა, გითხარით რომელი სიმღერა მოვასმენინათ რადიო მსმენელებს, თუ კი გაქვთ განსაკუთრებული სიმღერა, რომელიც ასე ვთქვათ, თქვენთვის ისეთია ყველაზე გამორჩეული ამ პროექტში. აი შუჩელა მოვასმენინოთ მაშინ, იმიტომ რომ ხალხური განსაკუთრებული იყო ჩვენთვის. ეს იყო ორივესთვის რაღაცა სხვა ჟანრი და სხვა მცდელობა და მაყე, როდესაც შენს ქართულს მღერია რა. და რომელიც შედგა. ხო. მოდით, მაშინ ასე ვქნათ მოვასმენინეთ ჩვენს მსმენელებს ბარათაშვილების შესრულებით აშუჩელა, შემდეგ ისევ დავბრუნდეთ და გავაგრძელოთ საუბარი.